კლერს მაგიდებისა და სკამების გაკეთება სურს. თითოეული მაგიდის ან სკამის ასაწყობად თანაბარი რაოდენობის ხის ფიცრები და ლურსმნები, საჭირო აქ ლურსმნებია უნდა იყოს. მას სულ 150 ხის ფიცარი და 330 ლურსმანი აქვს. მოცემული უტოლობა გვიჩვენებს თუ რამდენი მაგიდის და სკამის აწყობა შეუძლია კლერს 150 ფიცრს, ესე იგი ტ-ი აღნიშნული არის მაგიდები და C-ი აღნიშნული არის სკამები. და შემდეგ, ასევე შემდეგი უტოლობა გვიჩვენებს თუ რამდენი მაგიდისა და სკამის აწყობა შეუძლია კლერს 330 ლურსმნით. და ეს არის უტოლობა, როცა ლურსმნებზეა საუბარი. აქვს თუ არა კლერს ფიცრებისა და ლურსმნების საკმარისი რაოდენობა 3 მაგიდისა და 9 სკამის ასაწყობად. ხლა, აქ არის რა მთავარი. უნდა ავდგეთ და გამოვცადოთ თითოეულ უტოლობაში აი ეს რაოდენობები. ანუ, თავიდან უნდა ავდგეთ და ვნახოთ საკმარისი რაოდენობა აქვს თუ არა ფიცრების. ამისთვის რას ვაკეთებთ? მე მეუბნებიან რომ 17 ჯერ მაგიდების რაოდენობას დამატებული 6 ჯერ სკამების რაოდენობა თუ ნაკლებია ან ტოლია 150-ზე, მაშინ საკმარისი ფიცარი გვაქვს. ეხლა მოდი ვნახოთ, ესე იგი 17 უნდა გავამრავლო 3-ზე და ამას უნდა დავუმატო, ანუ ეს 17 აი ეს ავიღე, ხო? აი ამ წევრს ვაკეთებ ახლა. ამას უნდა დავუმატო. ახლა ვაკეთებ აი მეორე წევრს 6 გამრავლებული C-ზე, სადაც C მოცემული გვაქვს რომ არის 9, ხო? ესე იგი გამრავლებული 9-ზე. ახლა ეს არის თუ არა ნაკლები 150-ზე. მოდი ვნახოთ ეს რას უდრის. 17 ჯერ 3 არის 51, ესე იგი ეს უდრის. 17 ჯერ 3 არის 51. ამას უნდა დავუმატოთ 6 ჯერ 9, რომელიც არის 54, ეს არის 105. ეს არის 105. 105 ნამდვილად ნაკლებიან ტოლია 150-ზე. ნუ კერძოდ ნაკლებია. შესაბამისად ეს ნამდვილად გვაწყობს. კარგი, ანუ უпростоრად რომ თქვა, საკმარისი ფიცარი აქვს იმისთვის, რომ გააკეთოს 17 მაგიდა და 6 სკამი ეყოფა ორივესთვის. ეხლა ვნახოთ ლურსმნებიც თუ ეყოფა. ამისთვის უნდა ვაკმაყოფილოთ მეორე უტოლობა. და მოდი მეორეც გავაკეთოთ, რატომაც არა. ესე იგი 34 უნდა გავამრავლო 3-ზე და ამას უნდა დავუმატო, ანუ ეს 3 იყო მაგიდების რაოდენობა, ხო? ისევ და ისევ ახლა ეს წევრი გავაკეთე და ახლა გადავდივარ აი ამ წევრზე 27 C. C არის 9. ამიტომ ეს იქნება 27 გამრავლებული 9-ზე. ახლა ვნახოთ ეს რას უდრის. 34 ჯერ 3. ნუ 4 ჯერ 3 12-ია, 30 ჯერ 3 90, ესე იგი ეს არის 102. და ამას უნდა დავუმატო 9 ჯერ 27. 20 ჯერ 9 არის 180, 7 ჯერ 9 არის 63, ესე იგი ეს არის პლუს 253. და ახლა ვნახოთ ეს რა გამოდის. 100-ს დამატებული 2 არის 300-ია უკვე და 53 პლუს 2 არის 45, ესე იგი ეს ტოლი გამოდის. ეს ტოლი გამოდის 240, 300 უნდა მეთქვა. 345-ის, რაც აშკარად ნაკლებიან ტოლი არ არის 330-ზე, ასე რომ მას აი ესე გადავხაზავ. 345 მეტია 300-ზე არა 330-ზე. შესაბამისად, აღმოჩნდა რომ საკმარისი რაოდენობის ლურსმნები არ ექნება რომ გააკეთოს 3 მაგიდა და 9 სკამი. თორემ ფიცრები ეყოფოდა.